მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, კონსერვატორია ძალაშია, ჩვენ მოქმედებთ, ვიხსვით შეიძლება ასე ვთქვათ, ოდნავ ირონიით ვამბობ რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის და კონსერვატიული ღირებულებების გამარჯვებისთვის და გამოგვდის კიდეც რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ და გამოგვდის. საუბარი დავიწყოთ ევროპაზე. ევროპა, რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპული ცივილიზაციის წევრნი ვართ. ესე ხელაღებით იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი რამ ანტიკურ სამყაროსთან ჩვენ გვაკავშირებს, თუმცა არც დავივიწყოთ, რომ ასევე აზიასთან ვართ ნაზიარებნი და ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ იყო ბუნებრივი. მაგრამ გამოხდა ხანი და მივიღეთ ის ევროპა, რაც არის. რა არის ამ ევროპის მთავარი პრობლემა? ევროპის მთავარი პრობლემა, მეგობრებო, არის ღირებულებებისადმი ჩვენი ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება. ქრისტიანული ღირებულებები ზოგადი, რა თქმა უნდა, არსებობს, ეს ბიბლიიდან მოდის ყველაფერი, მიტევება, სასუფეველისკენ სწრაფვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტურად, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი რამეა და ჩვენ ხედავთ ევროპას, რომელიც თავიდან ბოლომდე არის კორუმპირებული, კონსუმერული საზოგადოება, მომხმარებელთა საზოგადოება. მოკლედ რეფორმაციის მერე ჩვენ ევროპასთან გზა თლად კარგად არ აგვაქვს ეს საქმე. და ამიტომ გვაქვს ეს ჩვენი პრობლემა და განსაკუთრებით აი ამ ბოლო 22 წლის მერე ან 20 წლის მერე. უბრალოდ როდესაც ეს ევროკავშირმა ეს ღია საზღვრები გამოაცხადა, დევნილები შეესივნენ, სხვა მენტალიტეტს ხახი საერთოდ და ეს პრობლემები გამძარდა. აი მას მერე ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება. ძალიან მე მესმის რომ ხელისუფლების წევრები ჯერჯერობით ამას ღიად არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ რა გვიშლის ხელს რომ კიდევ ერთხელ ეს არ გამოხატოთ. აი ბოლოს მაგალითად ბორელის განცხადება ხო გახსოვთ რომ ევროპა არის ედემის ბაღი და ჩვენ ჯუნგლებში ვართ და ჯუნგლებში შესვლა გვიგზავნენ როგორც ჩანს აქვთ ესეთი სურვილი რომ უვიზო მიმოსვლა შეწყვიტონ, დაგვსაჯონ. ფარისეულად ამომე რომ ჩვენ ქართული ხალხის დაჟე არ გვინდა, მაგრამ ესე გამოუვართ, მხოლოდ ქართული ხალხი დაიჯდება ბჭყალებში ამის გამო, მაგრამ მე მაინც გონია რომ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა საყვარელმა ხალხმა ისწავლა, კარგად დაინახა რა არის ეს ფარისევლობა და თუნდაც რომ მოხდეს ეს უვიზოს გაუქმება, ამას არ აყვება, არანაირი არეულობა მას აქ არ მოყვება. თუმცა ამას ვერ გაიგებენ ის აკაცუკები, რომელსაც ჩვენ ვებრძვით. ევროპაზე ვისაუბროთ, ევროპის ეგრეთ წოდებულ პოლიტიკაზე და ევროპის სტანდარტებზე. ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ ესე იგი ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოში და ქართველი ადამიანის გონებაში ევროპის და დასავლეთის პოზიტიურ დადებით იმიჯს კლავს, აი ამისი მორიგი გადაწყვეტილება ეს თქვათ რაღაცა ეს ნაბიჯების გადადგმა, რასაც ისინი შანტაჟისთვის თუ რაღაც მართლა მიზნობრივად აკეთებენ. ანუ ორი სცენარი შეიძლება განვიხილოთ. თუ ისინი რაციონალურად მიუდგებიან, აი ცივსისხლიანად, ისინი არ გააკეთებენ ამას, იმიტომ რომ ანუ რაღაცას რო აკეთებ, მიზანი უნდა იყოს, რომ ამას უნდა მოყოს უკმაყოფილება, ხელისუფლება შეიცვალოს, მოვიდეს შენთვის მარიონეტი ხელისუფლება და იმასთან მერე რაღაცა ბენეფიტები მარტივად გამოსტყო. ეს არის ერთი გათვლა, ხო, რაციონალური. ანუ ჩემი აზრით ეს ხელისუფლების შესვლას არ გამოიწვევს. და არის მეორე ირაციონალური ანტაგონიზმი, აი იდეოლოგიზებული ასე ვთქვათ, ირაციონალური ანტაგონიზმი, რომ ისინი ვერ იტანენ რეალურად ქართულ სახელმწიფოს სუვერენიტეტს, იმიტომ რომ მათგან დასხტომით მოხდა ეს სუვერენიტეტის გამყარება და თქვა რომ კი შეიძლება თქვათ ვიღებთ იაფ-მუშახელს, არის კაბელები, არის გეოეკონომიკური პროექტები, მაგრამ მაინც დავცხოთ საქართველოს, იმიტომ რომ ესენი არიან რჯულგანდგომილები და უნდა დავცხოთ. ანუ ეს ორი სცენარი, ან იქნება რაციონალური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისინი მთავრობას ვერ შეცვლიან უდიდესი ალბათობით და ანუ ვიზა არ გამოიწვევს მთავრობის ცვლილებას და მაშინ მასეთ არ არწყობს, ან არის მეორე, არაუშავს, მაინც დავარტყავ და ამ შემთხვევაში ისინი რა ვიცი, რა ხანგრძლივადიანი გათვლა ექნებათ რეპუტაციულად, რომ აი საქართველოში ევროკავშირის იდეა რა იქნება, რომ ჩვენ დავსაჯეთ ქართველი ხალხი. მე მგონი ძალიან შორს არ წასულან იმ გარკვეული მონათხრობელური დამოკიდებულებებისა, რომ მართლა გონიათ, რომ ევროპა არის ბაღი, ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ევროპა ბაღია, რატო დაუშვეს ამ ბაღში მათთვის მავნებელი ძალიან ბევრი ელემენტი. ინგლისი თავიდან ბოლომდე არაქრისტიანული, არათეთრია. თავიდან ბოლომდე არა, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემებია, ძალიან დიდი პრობლემები. გერმანიაში არის ეს პრობლემები და რითია გამპრებული მემარჯვენე რადიკალების აღზევება, ხო? სწორედ აი ამ თემით, რომ დაუშვეს სამოთხეში ბევრი შეუშვეს, ნუ ჩვენ არა. შენ რა სიტყვი? არის ევროკავშირი როგორც ყველა ესე სტრუქტურა
საკუთარ ევოლუციას განიცდიდა სხვადასხვა პერიოდში, ხო? ის როდესაც ყალიბდებოდა ცივი ომის ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ევროპა დაიცვათ ამ საბჭოთა კავშირისგან და შეერთებული შტატებისგან. დროთა განმავლობაში, როდესაც გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების რიცხოვრება, შიდა წინააღმდეგობები უფრო და უფრო მეტად გაიზარდა. ეს უფრო და უფრო მეტად გაზრდასთან ერთად თვითონ სტრუქტურულად ეკონომიკური მოწყობა, პოლიტიკური მოწყობა, იდეოლოგიური მოწყობაც ნელ-ნელა შეიცვალა და ცენტრალიზებული გახდა. თუ კი აქამდე ესე არ იყო, ეხლა ნელ-ნელა ესე ჩამოყალიბდა. აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი მრავალფეროვნება აღმოჩნდა ევროპაში სიამოვნებაში. ვიდრე ამის დატოვა თვითონ ევროკავშირის სტრუქტურებს შეუძლიათ. ისია მოწყობილი რომ ვერ იტევენ. ხო, ანუ ეს არის ევროპა არის მართლა უნიკალური ცივილიზაცია, ძალიან ჭრელი არის, ესეთი სიჭრელე იშვიათი არის სხვა კონტინენტზე, ხო? და აქვს აი ძალიან სპეციფიური ელემენტები, იმიტომ რომ ესპანეთი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ფინეთი სხვა რეალობაში, უნგრეთი სხვა რეალობაში ცხოვრობს და პირობითად, რა ვიცი, იტალია სხვა რეალობაში და ასე შემდეგ. ძალიან სიჭრელი არის. და გასაგებია, რომ თელრი ქვეყნებში უფრო ძლიერი იყო ლიბერალური პროექტი. ზოგიერთ ქვეყნებში არ იყო ეგეთი ძლიერი და არ იყო ეგეთი კონსენსუსი იმ საზოგადოებებში განსაკუთრებულად აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში. არ იყო ეს კონსენსუსი. ეხლა როდესაც შენ გინდა რომ ეს ერთიანობა ააგო რაღაც იდეოლოგიურ პროექტზე, რომელზეც არ არის კონსენსუსი, არც არის იდეოლოგია. რა იდეოლოგიაზე არის? პრინციპში არის იდეოლოგია, რატომ არ არის? ეს არის ლიბერალური, ეს არის ის რასაც საკანონმდებლო მუხტი მულტიკულტურალიზმი აიძულებენ სხვა ნაციონალურ სახელმწიფოებს რომ შეცვალონ კონსტიტუცია, სწორედ მოარგონ იმ კონსტიტუციას რაც ევროკავშირსა და აქედან გამომდინარე მათ შორის ეს სექსუალური უმცირესობების სხვა უმცირესობებთან მიმართებაში დამოკიდებულებას ამ ნაციონალურ სახელმწიფოს არ უნდა ქონდეს საკუთარი ავტონომიურობის და საკუთარი პოლიტიკის უფლება. ეს და ამან შექმნა ძალიან დიდი წინაშე და წინააღმდეგობა. ეხლა ჩვენ მე ნამდვილად არ ვაკრიტიკებ ევროკავშირს, როდესაც ის დაარსდა და როდესაც ის რაღაცა საკუთარი ინტერესებით საკმაოდ ისეთი მიმზიდულობის ცენტრების შექმნა, მაგრამ უკვე 90-იან წლების ბოლოსა და 2000-იან წლებში გამოჩნდა განსაკუთრებით ეს გამოჩნდა საბერძნეთის კრიზისის დროს, რომ არსებობს ევროპამ შექმნა საკუთარი ცენტრი და პერიფერია. აი იმის ნაცვლად რომ ეს ყოფილიყო ერთნაირი სივრცე, ერთნაირად განვითარებული სივრცე და ევროკავშირი ყოფილიყო სტრუქტურა, რომელიც აი ამ თანასწორ განვითარებას უზრუნველყოფდა, მან შექმნა რაღაცა ისეთი სივრცე, სადაც ამ ევროკავშირის ესე იგი ბენეფიტებით სარგებლობენ მხოლოდ განვითარებული ევროპული სახელმწიფოები, გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. და ისეთი სახელმწიფოები, როგორც საბერძნეთი იყო, როგორც ბულგარეთი არის. ბულგარეთმა 3 მილიონი ადამიანი დაკარგა იმ გაგებით, რომ წავიდა ემიგრაციაში ბალტიისპირეთმაც საკმაოდ ხორვატია მილიონი ნახევარი დაკარგა ახლახან შევიდა, ხო? ანუ საკმაოდ ეს რას ნიშნავს, რომ თუ ეს თანასწორად ვითარდებოდეს, ეს ამხელა იმიგრაცია აღმოსავლეთ ევროპიდან და სამხრეთ ევროპიდან, ხო? არ უნდა იყოს, ესე იგი, ცენტრალურ ევროპის სახელმწიფოებში, ცენტრალურ და დასავლურ ევროპის სახელმწიფოებში. რადგან არის ესე იგი, თვითონ სტრუქტურულად მან ვერ მოახერხა ამ ჩამორჩენილი ამ ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების ამოწევა. პირიქით, მან დატოვა ეს განსხვავება და უფრო გააღრმავა ეს განსხვავება. ეხლა შენ, როდესაც რატომ არის ყველაზე ესეთი ნათელი მაგალითი, რომ სწორედ აღმოსავლეთ ევროპიდან დაიწყო ყველაზე პირველი გამონათებები კონსერვატიული მოძრაობების. იმიტომ რომ ყველაზე მეტად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოხვდათ აი ესეთი იერარქიული სისტემა და ესეთი ჩაგრული სისტემა. ხა შემთხვევითი არ არის რომ უნგრეთი არის, შემთხვევითი არ არის რომ აგერ პოლონეთი დიდი ხანია ესე წინააღმდეგობის უნდა პოლონეთი სხვა პროექტშიც არის და ის ანტირუსულ პროექტში და ის სხვა ბენეფიტებს იღებს შეერთებული შტატებისგან, მაგრამ მაინც ევროკავშირთან ურთიერთობა საკმაოდ სხვანაირად აწარმოა. და არსებობს ესე იგი მთელი რიგი ესეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცვალეს ეს და ამიტომ გაჩნდა იდეოლოგიური რაღაცა ეს ორი სისტემა, ხო, ლიბერალური სისტემა და კონსერვატიული სისტემა. კონსერვატიული სისტემა ეს არ არის მარტო ესე იგი ამ შემთხვევაში უშუალოდ ტრადიციების ძიება, ესე იგი ინტელექტუალური, ეს არის კონკრეტული ჩაგვრაზე პასუხი. ბატონო, თოდ. მოდი დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციას შევხედოთ და მე იმათი მხრიდანაც გადმოვიხედოთ, ასე თქვათ, ევრობიუროკრატების რა.
ეხლა დღეს ფაქტია, რომ წესებზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მორჩა გადასულია დიდი სახელმწიფოები, ასე თქვა, ძალის გამოყენების პრინციპზე. და ესეთ ვითარებაში პატარა ქვეყნის ვალდებულებაა, რომ რამენაირად თავი დაიცვა პირველ რიგში, ამ მონსტრებს შორის არ მოყვე ამ რაღაცა ჭიდაობაში და რაღაცა ფორმით შენი ქვეყნის ინტერესი შესაბამისობაში, ანუ მოარგო, იმას კი არ მოარგო მის ინტერესებს, უბრალოდ შენი ქვეყნის ინტერესი რაღაცნაირად დაამთხვიო მის ინტერესებს. ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაცა არ გამოგიყენონ რაღაცა ინსტრუმენტად. ხო და ასეთ ვითარებაში, როდესაც კატეგორია ხალხი ცდილობს, რომ მაგალითად მთავარია როგორმე დაამთხვიონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო დიდი ქვეყნის ინტერესებს, მე მიმაჩნია, რომ ეს არის რაღაცა არასწორი, სუბუქად რო ვთქვათ, არასწორი პოლიტიკა, არასწორი გათვლები და ქვეყნის დაღუპვისკენ წაყვანა. ეხლა რომ გადმოვიხედოთ ევრობიუროკრატების გადმოსახედიდან, მოდი ვთქვათ, რომ შეიძლება მაგალითად ნაწილობრივ არც გაამტყუნო იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მთავარი სამიზნე დღეს, მიზანი, ანუ როგორც დიდი ქვეყნების გაერთიანებისა და ძლიერი გაერთიანებისას რაღაც ამბიციები აქვს, ხო? სოფლიო ამბიციები, სამიზნე არის რუსეთი და რუსეთის დასუსტება. აგერ 2 დღის წინ წავეკითხეთ, ესეთი განცხადება იყო გერმანიის საახმელეთო ჯარების სარდალი, ასეთი გვარი აღარ მახსოვს. ფელდმარშალი კლუგე. ერთადერთი ეგ მახსოვს. ამბობს, რომ ჩვენო ესო ნატოს ანუ სადაზვერვო ინფორმაციაო, გერმანიის არ გეგონათო. ნატოს სადაზვერვო ინფორმაციაო, რომ 2029 წელსიო რუსეთი აპირებს ნატოს წევრი ქვეყანაში შეჭრას. მაგრამ არ გამოურიცხავთ, რომ ეს ცოტა ადრეც მოხდესო. ოფიციალურად აცხადებს, რომ ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია ასეთი. მოდი თავი დავანებოთ, ახლა ეს სიგიჟეა თუ არ არის სიგიჟე. ფრონტზე პრობლემები აქვს. ეხლა ჩვენ თქვა ესეთი რაღაცა, ანუ თუ მოდი ამ სიგიჟეს გავყვეთ რა, ახლა ისინი ხო ამობენ, რომ ეს ესია. აშინებენ საკუთარ მოსახლეობას ერთი აშინებენ და მეორე, ანუ ირიბად გვიდასტურებენ, რომ რუსეთის დასუსტება ისე როგორც დღეს მიმდინარეობს მაგალითად უკრაინასთან ომი, მათთვის არის ხელსაყრელი, იმიტომ რომ 28-ში თუ 29-ში თუ როცა იქნება, მან არ მოინდომოს თუნდაც ბალტიის ქვეყნებში შეჭრა და იძულებულები არ გახდნენ დანარჩენი ქვეყნები, რომ მაგალითად რაღაცა ფორმით როგორც რა თქმა უნდა არ უნდათ, ხო? ანუ უნდა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ ისეთი ქვეყნები, რომელიც არც ევროკავშირის წევრი და არც ნატოს წევრი. ვინ არიან ეს ქვეყნები? აგერ უკრაინა, აგერ არის საქართველო, აგერ არის სომხეთი და მოლდოვა და ასე შემდეგ. ანუ უნდა გამოგვიყენო. რატომ არ შეიძლება, თქვათ, ჩვენ ქართველები დავფიქრდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალაშია კიდევ ის მოთხოვნა, რომ რა თქმა უნდა, რომ რუსეთი უნდა დაასრულოს. აბა ეხა იმას რომ დღეს რაღაცა რესურსი გააჩნია, 28-მდე და 29-მდე ისე უნდა მიიყვანონ, რომ რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ რაღაცა ინფორმაცია ალბათ საკმარისი არ გვაქვს, აქ რუსეთს იმისი საბრძოლო რესურსები, რომ თქვათ ეს რაღაცა შეჭრა განახორციელოს. ესე იგი პერსპექტივაში ჩვენ აუცილებლად უნდა გამოგვიყენონ იმისათვის, რომ თავისთვის უზენაეს მიზანს მიაღწიოს. ანუ საქართველოს როგორც ფიჩხი ეს პროექტი ჯერ კიდევ ძალაშია. უყურე, ანუ მათთვის როგორია უზენაეს, ანუ ევროკავშირის გადმოსახედიდან მათთვის თავარი მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში რა არის, იცი რომ რუსეთი უნდა დაასუსტონ, რომ თვითონ საფრთხე არ შეექმნათ. სერიოზულად უნდა დაასუსტონ. პლუს იქით თუ გამოკრავენ ხელს და ამ ხელა ქვეყანას დაშლინენ და რესურსებსაც ეგ საკითხება. თალსახად, ანუ პროგრამა მაქსიმუმ რატო დავიწყე? მათი გადმოსახედიდან მაგალითად, ხო? ახლა გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობენ და იცავენ ევროკავშირის და ნატოს ინტერესებს. თავიანთი ქმედებებით. და მართლებიც არიან, იმიტომ რომ საშიშროებაა მათთვის რუსეთი, როგორც აღიქოვენ. ისინი არის მართლები. და თავისი უზენაესი მიზანი რაც არის უნდა განახორციელონ. მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს ჩვენს ქვეყანას მიზნები. ჩვენ ხო გვინდა რომ ანუ ევროპა რომ იყოს ბედნიერი, ამისთვის უნდა დაასუსტონ რუსეთი და
ჩვენც რო გვინდა რომ ბედნიერები ვიყოთ, ანუ ჩვენ რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში, ანუ ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ გამოყენებული პრინციპით, რომ არის ახლა მიზანი ამართლებს საშუალება. ანუ ის ქვეყანაც ის ევროპის ქვეყნებიც არ იქნებიან ბედნიერები რუსეთთან ომით, იმიტომ რომ რესურსები ომით არა, შალვა, ეხა ხო ომით არა. დაძაბულობთ, ეხა ბედნიერები არიან? ახლა ფულს იხდენ, ამერიკა გაეთიშა. არა, კაცო, ომის საერთოდ არ ჭირდებათ. ამერიკა გაეთიშა, რესურსები აღარ აქვთ, გაზი, ნავთობი არაფერი აღარ აქვთ რუსეთიდან იაფი. და არის კრიზისი. ომს ურჩევნიათ, დღეს ომს ურჩევნიათ, ამდაგვარად გაგრძელდეს საქართველოს ჩაერთოს. აი საქართველოს თუ ჩაერთვა. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კავკასია თუ ჩაერთვა. არა, ეს უკვე სხვა საქმე იქნება. რა თქმა უნდა, მაგას გეუბნები. ანუ ისინი ცდილობენ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყვნენ ბედნიერები. ჩვენ რატომ არ შეიძლება? ანუ მაინდა-მაინც უნდა მიზანი ამართლებს საშუალებას. ამ საშუალებად რატომ უნდა გამოვაყენოთ? არ უნდა გამოვაყენოთ, რა თქმა უნდა. და ჩვენ რატომ არ უნდა ვიყოთ ბედნიერები? ისინი ჯერ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები და ისინი თუ იქნებიან, მე ჩვენი და მათი ინტერესები რაღაცნაირად ერთმანეთს დავაახლოთ. რა თქმა უნდა, დავაახლოთ, მაგრამ კიდევ ერთი ავანტურა არ გვინდა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, კიდე როგორ შეიძლება რომ შევეწიროთ აი ესეთ მაგალითად ავანტურა, რასაც ქვია, ხო? აი ხო უყურებდით ეხა აი რაღაცა მოკლედ თქვათ რა მოხდა სომხეთში არჩევნების დროს. ჩვენ ახლა გამოცდილების ხალხი ვართ ქართველები და დღეს ახლა ჩვენ თუ გაგვამარჯვებინებს და ჩვენ თუ გავართ იმ ფონს, ეს იქნება გონიერება და ერთად დგომა. რა თქმა უნდა ეს გამოცდილება არის ყველაფერი შიგნით ჩადებული. რაც სომხეთში მოხდა, ეს რომ ამის ნახევრის ნახევარი საქართველოში მომხდარიყო. ხო, მთელი ევრობიუროკრატია კაია კალასიდან და იმ რა ქვია ფონ დერ ლაიენით აქ ჩამოვიდოდნენ და თავრობის სახლის წინ მიტინგებს გამართავდნენ, რომ ანუ ეს არის რაღაცა საქართველოში ხდება ისეთი რამე რაც არ მომხდარა, ხო? არც გიტლერს გაუკეთებია და არავის ევროპაში მით უმეტეს. იქ იმიტომ მოხდა ჩვენო ძვირფასო მსმენელებო ის რაც მოხდა, იმიტომ რომ წვანი აუნთეს რომ როგორმე გაემარჯვებინა ფაშინიანს. ფაშინიანისთვის უნდათ უმრავლესობა, მარტო უმრავლესობა კი არა, კონსტიტუციური უმრავლესობა. კონსტიტუციური უმრავლესობა უკვე სხვა გადაწყვეტილებებს მიაღებინებდა. იქ პირდაპირ თქვათ, რომ სომეხიერით სამწუხაროდ არ აღმოჩნდა მზად. უყურე რა მოხდა. ანუ როგორც სააკაშვილის ჰქონდა მწვანე ანთებული, რაც უნდა ის ეკეთებინა, იმის საშუალება მიცეს და იმას ეძახიან დემოკრატიას. ჩვენ გვეუბნებიან რომ ჩვენ ქვეყანაში არის დიქტატურა, მაგრამ 21 საუკუნეში ამას რომ მოტყუდები ადამიანი, ზუსტად მაგაში ადამიანების ეკლესიის ამბავი ვავიღოთ, ხო, რაც მაშინ ცოტა ხნის წინ დამართეს სომხეთის ეკლესია. მაგრამ უყურე სომხეთის იმის 1000-ს ვერ აიტანდა საქართველოს. არა კაცო, არჩევნების დღეს რო ხალხს იჭერდა, ოპოზიციონერებს რო წინა დღეებში და ამას ციხეში გაუშვი, იმას ციხეში და რა. წარმოგიდგენთ ჩვენ პატრიარქს რომ ვინმე შეეხოს. რომელიმე ხელისუფლება, ხო? ეს წარმოუდგენელი. ეხლა რა მოხდა? იქ კიდევ შინაპატიმრობა. ვინმეს გონია რომ მაგალითად იქ რაღაცა სერიოზული გარდატეხა მოხდა, არაფერიც არ მოხდა რა. ეხლა უყურეთ რა პერსპექტივა აქვს სომხეთს. უმრავლესობა კონსტიტუციურ რომ მიეღო, კონსტიტუციიდან ამოიღებდნენ ჩანაწერს ყარაბაღთან დაკავშირებით. არარათნაც. ხო, ყარაბაღი, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს აზერბაიჯანს. ანუ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელს არ უწერს აზერბაიჯანი, იმიტომ რომ კონსტიტუციიდან ვერ ამოიღეს. სამშვიდობო შეთანხმება არ შედგება. ხო ასია. ანუ რა დარჩა, ესე ვთქვათ, მტერი, რომელიც ვთქვათ, ეომება, ისე ვიქარი, ისე მომართულია იმისათვის, რომ ხვარზე რა მოხდება, კაცმა არ იცის. ეს ერთი. როგორც კი ნატოს წევრი ან რომელიმე ევროკავშირის წევრი სომხეთთან დაკავშირებით გაბედავს ისეთ რამეს, რაც არ აწყობს აზერბაიჯანს, ესეც საფრთხის შემცველია, ეს ორჯერ-ორია. აი ვიღაცამ იარაღის მიწოდება გადაწყვიტა, რაღაცა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა. ჩათვალეთ, რომ ომი უნდა განახლდეს. რა დარჩა? ევროკავშირიდან რა დარჩა? ეს არის რეზოლუციები და ლამაზი დაპირებები, ჩვენ რო გვპირდებოდნენ. ეკონომიკურად ჩვენზე უნდა გაიაროს. რა თქმა უნდა, ყველაფერმა ჩვენზე უნდა. ანუ ეს როგორ მოხდა, რომ პირდაპირ სომხეთი ჯერჯერობით აზერბაიჯანი ყავს თურქეთი, აზერბაიჯანი იგივე თურქეთი, ანუ წარმოიდგინე, როგორ იგივე სიტუაცია დარჩა, რაც იყო. ანუ ვინ როგორ გამოიყენებს ამ სიტუაციას, მაგალითად რუსეთი, რომელსაც არ ვახსენებ. ხო, ეს ჯერ კიდე კაცმა არ იცის და სომხები მე ვფიქრობ, რომ უნდა დაფიქრდნენ
ფოჩიანი კამპეტების გულისთვის არ გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ. არსებობს თუ უკვე ღიათ არის ნათქვამი, რომ 39-ისთვის გერმანიას ერთ-ერთი საუკეთესო არმია უნდა ჰყავდეს და ეს რას ნიშნავს? ისინი ემზადებიან ომისთვის. მაშინ გერმანიას მოუწევს ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც საერთოდ არ შეიძლება რომ გაკეთდეს. რაც აკრძალული აქვს. იმ არმიაში მებრძოლები ხო უნდა იყვნენ. ის აკრძალვებს გაუქმებს ხო გასაგებია. ანუ მილიტარისტული სულისკვეთება გერმანიაში დაბრუნდეს? მათ თავარი მომენტი არის. 15 წუთში შეიძლება. ხო, მათ თავარი მომენტი არის, რომ ყველა ომში არის სიმძიმის ცენტრი, რომელსაც შენ არ დათმობ. და შენ შეგიძლია სხვა რაღაც რეგიონები, რაღაცები დათმო. მაგრამ ამ სიმძიმის იმისთვის თუ ყურადღება გადაეტო, რომ ამ სიმძიმის ცენტრში არ მოხდეს. ეხლა ეგეთი სიმძიმის ცენტრი, რა თქმა უნდა, არ იქნება საქართველო. ესეთი იქნება, ესე იგი, ბერლინი, ცენტრალური ევროპისა და დასავლური ევროპის ქვეყნები. რომელიც სადაც ინდუსტრიები არის, სადაც მომარაგება არის. ის რისი დათმობაც ამ კონფლიქტის დროს რუსეთთან არის განხილული, ეს არის სამხრეთ ნაწილი, ანუ ჩვენ, კავკასია და ეს არის ეს ბალტიისპირეთის და თუნდაც ის. ანუ აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი. ისინი ეს არ არის ის რეგიონები, სადაც აი ასიანი შეაკოდები და ასიანი ის. ჩვენი სამშობლო არ არის უბრალოდ. თუ ეგ საერთო ევროპული ომია, შესაბამისად ჩვენ ამ კონფლიქტში განვიხილებით როგორც არა როგორც სიმძიმის ცენტრი, გასაცვლელი მონეტა. არამედ როგორც ერთ-ერთი, ესე იგი, გეოგრაფიული არეალი, რომელიც რომელიც შეუძლებლად წინააღმდეგობაში ვიქნებით რუსეთთან, მაგრამ რუსეთი დაკავებული იქნება საკუთარი ჯარებით. ეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე, ესე იგი, თვითონ ახლა ჩვენს არ ვადევნებთ თვალყურს, მაგრამ აგერ ჩვენ სამეზობლოდ იქნება სამხედრო ალიანსები. საბერძნეთმა, კვიპროსმა, ისრაელმა და საფრანგეთმა პრაქტიკულად სამხედრო ალიანსი შექმნა თურქეთის წინააღმდეგ. პრაქტიკულად ეგრე არის, ეს თურქეთის წინააღმდეგ. თურქეთი არ არის ამ შემთხვევაში, თურქეთი ღიათ აცხადებს, რომ მას აღარ ჯერა ევროკავშირში ინტეგრაცია. არ უნდა, ხო. იმის მიუხედავად, რომ შევადოთ საქართველოს და თურქეთი, თუ ეკონომიკურ ასპექტებს ავიღებთ განვითარების, ხო? გაცილებით წინ არის. მენტალურს არა. ხო, მენტალურს არა. კაი, სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით და მე თქვა, რომ ერთ-ერთი ყველა საუკეთესო ჯარი ეხლა ევროპაში ყავს თურქეთს. ერთ-ერთი ყველა საუკეთესო ჯარი ყავს თურქეთს. მრავალრიცხოვანი და ისეთი ბრძოლისუნარიანი. აღმოჩნდება, რომ ამ თურქეთთანაც კი არის გარკვეული პრობლემა და პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება ნუკრი და იმიტომაც არ იღებენ, არც მიიღებენ არასოდეს. შემთხვევითი არ არის, ჩვენ ირგვლივ რაღაც სხვა რაღაცები ხდება და ესე სამთა კავშირი რო არის? რომელს ანუ სამთა კავშირი როგორ 3+3. 3+3-ის ხო ეგ ფორმატია. ეგ სხვა ფორმატია. ეგ სხვა ფორმატია. მაგრამ აქ თავარი მომენტი რა არის? სომხეთი რა როლს თამაშობს? სომხეთი არ არის მარტო რუსეთთან ესე იგი დაპირისპირების არეალი. სომხეთი აი საფრანგეთი რატომ აქტიურად ჩარეული? აი ამ თურქეთის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ერთ-ერთი ევროპისთვისაც. ვინ როგორ გამოიყენებს ეხლა დღევანდელ სიტუაციას? მაგაზი არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. არა, მე მგონი რომ სასომხეთზე არავის არ ეგონოს, რომ მაგალითად გადაწეხეს ნააღდეგობა და პროევროპა. მე მგონი რომ გასულმა წლებმა კარგად უნდა ჩვენოს პატარა ქვეყნის მაცხოვრებლებს. ჯობია შენ პოლიტიკა გაატარო, თხილად იყო წყნარი. თვითონ ვიდრე რაღაც დიდი გლობალური პროექტების გამო დათმო შენი ეგრესიული ინტერესები. მე ესე ვიტყოდი ბოდიში სანამ ვიტყვი, სომხეთი არის სომეხ ხალხთან დიდი პატივისცემით 1-15-20 წლით უკან ვიდრე საქართველოს ისტორიული აღქმების თვალსაზრისით. ანუ რას როგორ აღიქვავენ, რას როგორ აფასებენ, აი ჩვენც დაახლოებით ესე ვიყავით, ხო, ჩვენთან რა მოხდა რა? იყო ესეთი, ანუ გვიანი საბჭოთა ესეთი მენტალობა იყო, რომ არ გვინდა მოსკოვის ჩარევა და კარგია ევროპა და ევროპაში არ იქნება და მოხდა ამ ორი ხედვის განწყობა. კი, არ გვინდა ჩარევა, მაგრამ ევროპა და დასავლური ბიუროკრატია პირველ რიგში არ არის ის, ვინც არ ჩაერევა, არამედ არის ვინც ჩაერევა. ანუ გვიანი საბჭოთა, ასე ვთქვათ, ეს ნარატიული წყვილი დაშორდა ერთმანეთს და დარჩა აი კონსერვატიული ხედვა დღეს არის, რომ არ მაინტერესებს მე მოსკოვი იქნება თუ რა ვიცი ბრიუსელი, მე არ მაინტერესებს ვინ ჩაერევა და როგორც ჩვენ თქვი არ მინდა მე ამ დიდი გეოპოლიტიკური მასე ასე ვთქვათ ნიჩბის პირზე ვიყო შემოდებული, რომ მე გადამოვა. არა, ვიღაც პეხოტა ვიყო რა და გენერლების ხვები. და საქართველოს ამ ხრივ რატომ არის ხო კიდევ ეს ბევრჯერ გითხავს, რომ რეალურად პირველი ასე ვთქვათ წისქვილის ხო ჩვენ თავზე დატრიალდა 2008 წელს. 80 ხო იქ 2003 წელს. ხო, როდის დაიწყო ხო პირობითად ეს იყო ერთპოლუსიანობის მომენტი, ეს 91-2008 წელი, იყო პუტინის გამოსვლა მიუხეში 2007-ში და 2008-ში პირველი აქტი ასე ვთქვათ ამ მრავალპოლუსიანობის, აი
რუსეთის ურჩობის დასავლური სამყაროსადმი იყო საქართველოში შემოჭრა. აქედან გამომდინარე რომ ჩვენ გვაქვს ცნობიერება. აცილები ამიტომ ვარ. კოსოვოს აღიარების შემდეგ პუტინმა თქვა რომ ჩვენ გვაქვს დამაშნის ზაგადოქები. თუმცა ჩვენ ყოფილვართ დამაშნის. ერთ-ერთი რო ვართ ახლა მაგას. არა, მაშინ ვიყავით დამაშნის. ეს ხომ აიცნო ხდებოდეთ, რომ დღესაც ანალოგიური სიტუაცია. იგივე დამაშნის ზაგადოქისთვის ვართ. არა, აქ ჩვენ მოყომარებული ვართ. გააჩნია როგორი გეოპოლიტიკური სიტუაცია როგორი იქნება და ვის როგორ გამოვაყენებინებთ თავს. ანუ კლასიკური მაგალითი, აი შორს არ წავიდეთ დღეს. მაგალითად, 2 დღის წინანდელი განცხადებები აგ რაღაცა გაუქმებასთან დაკავშირებით. ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე და ასევე გვემუქრებიან რომ კანდიდატის სტატუსიც უნდა გაგიუქმოთო ეს იყო მე თვითონ მოვისმინე ესეთი ევროპარლამენტარი რო არის მარკეტა გრიგოროვა ნახეთ რა ანუ სირცხვილი ანუ ის ამბობს რომ ჩვენ რეზოლუციას უკვე ვამზადებთ ანუ იმის სიძლიერეზე კი არ არის საქმე იქ გამხმოვანებელია წლიური შემაჯამებელი რაღაცა რეზოლუცია უნდა კიდე გამოაცხონ და ვემუქრებიან რომ იმასაც გაგიუქმებთ რაც მოგესწრო. ეხლა უყურე თავარი რა არის ყველაზე მთავარი ეგ არ მიყვის რომ მაგას რომ ამბობენ. როდესაც ამბობენ რომ ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო ქართველმა ხალხმა. ხალხს მივეცითო თავრობა არაფერ შუაში არ იყო ხო? იმიტომ რომ ხელისუფლების მასში კალაჩი არ ჩავარდნილი იყო კულა. ასევე პირდაპირ განაცხადა რასაც მე უსმინე რომ კანდიდატის სტატუსი კი მივანიჭეთ ხალხს, მაგრამ ეხლა უნდა ჩამოვართვათ თავრობას. თავრობა სიტყვა არ გამოუყენებია რაღაცა ხელისუფლებას, ხო, გასაგებია. შენ განჭე რეჟიმს. უნდა ჩამოვართვათ რეჟიმს. ეხლა უყურე რა არის? რას გვეუბნება ეს ორი მაგალითი. ანუ ხალხს კი მოგეცით თქვენ რომ კარგი ტიპები იყავით, მაგრამ თქვენ რომ აირჩიეთ ის, ვინ ჩვენ არ გვინდოდა? ამიტომ უნდა ჩამოგართვათ. განიშნებთ რომ აირჩიეთ სხვა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ანუ იქო ხელისუფლება რო ეკყავთ, ამიტომ ჩვენ ჩამოგართმევთ და თქვენ დაზიანდით ამის გამო. კლასიკური მაგალითი არის თუ არა შანტაჟის და შიდა საქმეებში ჩარევის. ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეს ვინო ხერია, ეგ კი ამბობს, მაგრამ აგერ ამას მოყვება რეზოლუცია უახლოეს პერიოდში, ხო? ერთ კვირაში, ორ კვირაში. ანუ ეხლა რო ქართველი ამომრჩეველი მოქალაქე, ქვეყნის შვილი და თუნდაც თქვათ ოპოზიციის მხარდამჭერი და ოპოზიციაზე ცალკე ვისაუბრებთ ალბათ. ამას რო უსმენ და უყურებ. შენ ინტერესში კი შედის ის რომ ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ იმას რატომ არ ფიქრობ? გასაგებია, ეგ გასაგებია, რატო არ ფიქრობ, სადამდე მიყავს შენი ქვეყანა? მაგრამ შენ ქვეყანაზე არ არის, ეგ არ არის მათი ქვეყანა, ჩვენ ხო შევთანხმდით. აი ოპოზიციაზე უსამშობლო. უცებ თქვა 10 წუთი დაგვრჩა. მოდი, რატო ეძლევა საშუალება უცხო ძალას ამ ხალხთან ერთად ეს საქმე აკეთოს, ხო? გუშინ ემოციურ ბმაზე ვლაპარაკობდი საქართველოსთან ემოციურ ბმაზე, რომელიც ან გაქვს ან არა. რაღაც ასაკში სამშობლო უნდა იყოს და საქართველოს მარტო ქვეყანა არა. შენთვის სამშობლო უნდა იყოს. ჯერ არის სამშობლო და ამაზე დაშენებული სახელმწიფო. ბიძინა ივანიშვილი ამბობდა ესე რომ ემოცია არის სამშობლო, შენი ტრადიციები, შენი ცეკვა, ფოლკლორი, ურთიერთობები, შენი სახლი, ნათესავები, ძმაკაცები, ყველაფერი სიწმინდეები, რელიგიური წამსი, ანუ რასაც ემოცია ხويا და სახელმწიფო იცავს ამას. სახელმწიფო არის სტრუქტურა, რომელიც დამცველა. თუ ჩინოვნიკი ხარ თუ მოქალაქე ხარ და შენი ემოციური ბმა არა გაქვს. რაც გინდა ის სახელმწიფო, ხო? მაგას დავანებოთ, ეგ ცნობილია, რომ მაგათ ემოციური ბმა არ აქვს და ამიტომ მანქურთი როცა არის ადამიანი, ანუ როცა საერთოდ არ აქვს ემოციური ბმა ქვეყანასთან, ხო? აი როცა სულ ერთია სად იცხოვრებს, ხო? ან უბრალოდ არ უნდა და აქ არ უნდა რომ იცხოვროს. აი ესეთ ხალხთან და ხალხის გადაკეთება არ შეუძლია. მიდის იქამდე რომ ხალხი უნდა არ არსებობს მისთვის ბნელად და თვითონ გადმოანცემს. აი სწორედ ასეთ ხალხში იპოვეს დასაყრდენი, ძალიან მცირეში და სულ უფრო აკლდება და მე რა მომწონს ერთი სადღეგრძელოსები შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ სულ პატარა თაობა გარდა აი ამ ჯენზისა, უფრო პატარა თაობა. ჯენზის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ღირსეული ახალგაზრდა, სულ პატარა თაობა საერთოდ სხვა ღირებულებებს დგას. ეს მასკულინური ხალხია, ეს საქართველოს რელიგიაზე სწორად მოფიქრალი ბავშვები არიან და როცა მეუყვება ამდენ ხალხურ წრეს, ამდენ სპორტულ წრეს, ამდენ მოწადინება საქართველოსადმი, ხო? ამდენ სურვილს რომ საქართველოს შვილები იყვნენ, მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ერთი გარკვეული თუ ვეთანხმებით, ცოტა ჩავარდნა იყო. კი ბატონო.
რა თქმა უნდა, კი, მაგ ხრივ. მაგანაც გამოიწვია ის დღესაც. ხო, ნუ ეგ რეალურად იყო, აი მიში, აი არის ხო. არის მიშიზმი. მიშიზმი არის ახალი ქართველის გამოყვანა, რომელიც იქნება აი ამ ტრადიციებს, როგორც ის მიშა ამბობდა, ხო, რომ ეს ულვაშიანიო, ესაო, ხო, განაკიქებდა, ასე ვთქვათ, ქართულ სუფრას და ასე შემდეგ. გვახსოვს ეს მიშა უკრაინელი რო იყო მაშინ. ქართულობა რო არის. არ მახსოვს ვინ არის, რომელია, მაგრამ ხო, როცა იყო უკრაინელი მიშა და იქ მოღვაწეობდა, ხო, ტრანსფერით რო გადავიდა მაშინდელი ის ან თვითონ ის ფაქტი არის, ნახეთ, მიშიზმი რა არის? ანუ ეხლა შეიძლება აი ბევრჯერ გვილაპარაკე, მაგრამ თვითონ აი ეს ჩემთვის ყოველთვის იყო აღმაშფოთებელი, ასე ვთქვათ, რომ როგორ შეიძლება, აი როგორც აი ფეხბურთში რო არის, რომ აი ერთი კლუბიდან, თქვა, აი არსენალიდან მანჩესტერში რო გაიყიდება ფეხბურთელი, ეგრე გადავიდეს ქვეყნის ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ტრანსფერი გააკეთოს და გადავიდეს უკრაინის გუბერნატორად. ეს რა, ანუ თვითონ აი ეს ფაქტი აჩვენებს მიშიზმის არსს, უსამშობლობა საქართველოს არის ქვაღორღი პროექტი, რომელიც, რა ვიცი, ვისაც უკეთესად გავყიდი და ვისაც უკეთესად მომსახურები. ხო თქვა კაცო, დაუძინებელ მეგობარს, ის არის ჩემთვის. ანუ ეს აჩვენებს მიშიზმის არსს და ეს ჩავარდნა მართალი ხარ იყო, მაგრამ მათ შორის ამ შვიდობის პოლიტიკის. რამე გამოიწვია სპორტსმენების წამოწევა, ასე თუ ისე რაღაცა პოზიტიური დღესწესის ელემენტების შემოტანა. ეს აჩვენებს, რომ აი ხალხი აი ხედავს კვარაცხელიას პირობითად, რომელიც, რა ვიცი, ბევრი სპორტსმენი არის ქართველი, რა თავდავალი ბიჭი, რომელიც არის სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და რა ვიცი, აგინებს ყველა ეს ეგრეთ წოდებული აკაცუკი, ხო? ხო, აი როგორ ხდება, რომ აი აქეთ არიან ესენი და თან ესენი, ვინც აგინებენ ამ წარმატებულ და თავდაბალ ბიჭს და ესეთები ბევრია კიდე, ხო, არა მარტო ხვიჩას, ხო? ანუ ესენი არიან და ესენი თავისთავად ეძახებენ ნათელ ტიპებს და ამას ეძახია ბნელს და რავი ხა ბოლო-ბოლო ხო ადამიანის ინტელექტი ხო დაადარებს, რომ ეს როგორ არის ბნელი, ეს როგორ არის ნათელი და ეს როგორ არის ბნელი და მე შესაბამისი დასკვნების გამაქვს და მათ შორის ელექტორალური დასკვნები. ყველა საზოგადოებაში არსებობს სამწუხაროდ რაღაც ჯგუფი, რომელიც სხვის ინტერესს ემსახურება. ყველა საზოგადოება არ არსებობს. შეერთებულ შტატებშიც კი ახლა გამოჩნდა, რომ ნუ სხვა ქვეყნების, მათ შორის ისრაელის ლობი გაცილებით დიდია და პრინციპში არა შეერთებულ შტატების ინტერესს, არამედ ისრაელის ლობს ემსახურება. ანუ ყველა საზოგადოებაში არსებობს ეს. ეს არ არის ქართველების დამახასიათებელი ნიშანი, ეს არის ყველა საზოგადოებაში სამწუხაროდ არსებობს ეს. უბრალოდ საზოგადოების გაზრდა შეინიშნება იმით, ამ ყუდება თუ არა საზოგადოება და შეუძლია თუ არა ის გადალახვა. ჩემი აზრით, ქართულმა საზოგადოებამ აშვენა, რომ მან ისტორიული უარი უთხრა ვიშიზმს. შეიძლება სხვანაირად მოტყუდეს, შეიძლება სხვა რაღაცა თემებზე აიგოს და манипуляციები, მაგრამ რასაც ისინი აწვევიან, რომ ეხა მიშიზმის სხვა ფორმებით დაბრუნება, ამას და ფაშინიანიზმი და ფაშინიანიზმი ჩემთვის სომხური მიშიზმია და ასე შემდეგ. ნუ იქაც ზელენსკის ეგას უკრაინული მიშიზმია და ასე შემდეგ. ამით არ გამოვა. ამით არ გამოვა. და სხვა შესაბამისად, ნუ რადგან ერთ-ერთი რაც მახარებს ის არის, რომ პრინციპში ინსტრუმენტები და ალბათ ეგ ინსტიტუტების მოირყა დასავლეთში, რომ სხვა ესე იგი ტიპი ვერ შექმნა, სხვა პროექტი ვერ შემოგთავაზეს, გარდა მიშიზმისა და ეხლა ქართული საზოგადოება ვერ იყავს ამ მიშის, ვეღარ მიიღებს ამ მიშის და ეს ძალიან კარგია. სანამ ოპოზიციაში იქნებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგათ პერსპექტივა არ აქვს რა. უყურეთ, აი თუნდაც ეხლა წეგამდელი განხილული თემებიდან რომ რაღაცა უპირველესი მიზანი რუსეთთან ანტირუსეთად ყოფნა უნდა და აი ადრუს შეიძლება იქიდან იმასაც ადრუს დემოკრატიაზე ლაპარაკია ვის აინტერესებს მაგალითად სომეხი ოპოზიციონერები რაღაც მიყოლებით რო იჭერენ და ასე შემდეგ ჩვენი თავარი არის ის რომ მაგალითად რუსეთს ხო მაგრამ გამოვიარეთ მეომე დავასუსტო და ასე შემდეგ ანუ ესე ჩვენ გავიარეთ ეხლა იქაც უყურებთ რომ იქაც ანალოგიურია დემოკრატიაზე გელაპარაკებიან მაგრამ უნდა იცოდე რომ როდესაც დემოკრატიაზე გელაპარაკებიან ესე იგი გატყუებენ 21 საუკუნეში ჩვეულებრივ თვის რომ დემოკრატია არის მათთვის ის რაც მათ ჭირდება სომხეთში სხვანაირი დემოკრატია საქართველოში სხვანაირი აზერბაიჯანში ირანში და ასე შემდეგ რომ თურმე ირანელი ხალხი იბრძვის იმათ არ აქვს კანდიდატის სტატუსი და რაღაცა უვიზო რეჟიმი ევროკავშირში და ქართველებს როგორ უნდა ქონდეთ ის ხალხი უფრო მეტად იბრძვის და ქართველებს უნდა ჩამოვართვათ და იქ რაღაც ანუ როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ ესეთ კარგი გამონათქვამია და ზუსტად ამ ხალხის დაქვემდებარებაში არიან ეს ჩვენები ესენი აქაური მოქალაქეები უყურეთ
ეს ხალხი მონური ფსიქოლოგიით გაიზარდნენ. ზოგ შეიძლება იფიქრო, რომ კი აღარ ერთ ეგეთები არიან უკვე, რომ ისე გამოზარდეს, რომ ეგრე უნდა მოიქცნენ. ზოგი შეგნებულად დღესაც გათვითცნობიერებული აქვს, რასაც აკეთებს, მაგრამ მაინც აკეთებს. ნახეთ, როგორც კი სხვა ფორმაში აიწია ჩინეთთან ურთიერთობა, აქამდე 1-2 ოპოზიციონერი იყო, რომელიც გამოდიოდა და ჩინეთის ინტერესებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ურთყავდა. ეხლა მასიურად დაიწყეს. ანუ ეხლა გავხდით უკვე პროჩინელები. ეხლა მასიურად დაიწყეს და თან ამერიკას მოუწოდებენ, რომ ურთიერთობები არ გადატვირთო საქართველოსთან. იმიტომ რომ ესენი არ გატყუებენ ჩინეთთან ურთიერთობებს აწყობენ რა შუაშია. ანუ უყურე როგორი მენტალიტეტის ხალხია. ჩვენ უნდა ველოდოთ, როდის კარგ ხასიათზე იქნებიან ამერიკელები, როდის მოეხასიათებათ მაგალითად ევროკავშირში ბიუროკრატებს, რომ რამე გადმოგვიყარონ. და მანამდე ასე ცალფეხზე უნდა ვიდგეთ და ხტუნაობდეთ და იმათ უნდა ველოდებოდეთ. ჩვენ არ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები არც შუა აზიის, ცენტრალური აზიასთან, არც აგერად ჩინეთთან, ხო? ეკონომიკა გინდა არ გინდა წამოიწია. ანუ ჩვენი მხრიდან შეთავაზება იყო ამერიკასთანაც, იყო ევროკავშირთანაც, აგერ ბატონო მობრძანდით ვითანამშრომლოთ, თანაბარი ურთიერთობები გქონდეს, პარტნიორული დამოკიდებულება. მობრძანდით, ჩადეთ თქვენი ინვესტიციები, აგერ ვართ და ასე შემდეგ. არავის არ უნდა რაღაცა სხვადასხვა მიზეზებისა გამო და ჩვენი ოპოზიციონერები მოუწოდებენ ეხლა საზოგადოებას, რომ ჩინელებთან რომ ურთიერთობებს ალაგებენ, აგერ დღეს ყირგიზეთში არიან და ყირგიზეთი, უზბეკეთი, ჩინეთი ხო ეს ერთმანეთზე მიმულები არიან რა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ლაპარაკი და მე შუადერეფნის გაძლიერებაზე, რომელიც ჩვენს ეკონომიკას გააძლიერებს და აღორძინებისკენ წაიყვანს, ხო? ესეც არ შეიძლება არავისთან არ უნდა ვითანამშრომლოთ, წარმოიდგინე რომ ამ რა დონის ხალხია ესენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, წარმოიდგინე და არავისთან ურთიერთობა არ უნდათ, გარდა იმისა რომ იმათ ელოდებიან. რატომ უნდა ველოდებიან, მაგრამ ესე არიან გაზრდილები. ეს იციან, მონური ფსიქოლოგია მეტი არაფერი არ არის. ზუსტად ეგ ხალხი უბრალოდ თვითონ რაც არიან, იმას ეძახიან ეხლა სხვებს, რომ როგორ ვაკადრეთ მაგალითად და არ ველოდებით. ეხლა შეერთებულ შტატებში როდის გადაწყვეტენ, რომ რაღაცა გრანტი ის კი არა, ეს რა ქვია, ანდაზა რო ანკესი მიეციო, რომ თევზი დაიჭიროს, რა ქვია, თევზი კი არა, ანკესი ზუსტად. რა თქმა უნდა, ხო, ჩვენ დავიწყეთ ანკესით, ასე ვთქვათ, რაღაცის დაჭერა და მოძიება და თევზაობა, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების საკეთილდღეობას, ამასობაში ესენი გვიბიძგებენ, რომ არა, ჩვენ რომ ჩვენი ნაჩუქარი თევზი გინდოდეთ. ლიფსიტა უნდა გადმოგვიგდონ და ჩვენ ამასობაში უნდა ველოდებოდეთ. აი ამ ფსიქოლოგიის ხალხია და კიდევ კარგი, რომ ქართველებს გვაქვს იმდენი გონიერება და იმდენი გამოცდილება, რომ ამ ჩანგარზე ნუ გვაქვს დღეს რომ ამ ჩანგარზე არ წამოვიგებთ. დიდი მადლობა მეგობრებო. ჩვენ დღეს კონსერვატორიას ამით ვამთავრებთ და ერთმანეთს მოვაშაბათ.